ვაგრძელებთ მოკლედ ჩვენს პირდაპირ ეთერს თემით როგორ უშოთ სამსახურები, სამუშაოები კანადაში. ეხლა კრიზისია, მოკლედ აი ეს შორიდან ვინც ეხლა შემოგვიერთება, ვისაუბრეთ ახალ ჩამოსულებისთვის რა სამსახურები არის, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ინტერვიუზე, რეზუმეებზე. ბატონ გიორგის რჩევა იყო, რომ თუ დიდ კომპანიებში გიმუშავიათ, რომელიც ბრენდულია და საერთაშორისო არის, ლოგოტიპები რო იმას ქნათ, რა ქვია, კომპანიების, როგორ უნდა ვისაუბროთ, როგორ უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი გასაუბრებისას. კიდე რა სამსახურები შეგვიძლია შევთავაზოთ, აი დაუშვათ ბევრი კიდე მეკითხება, მე ბათუმელი ვარ, რაღაც გემბანებზე მიმუშავია და ასე შემდეგ. აქაც შეგვიძლია ხო ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ ვისაც წყალთან ქონდა, ანუ გემებთან შეხება, მე მგონი ორი არაჩვეულებრივი პროვინცია გვაქვს, ახალი შოტლანდია და ბრიტიშ კოლუმბია, სადაც ამ ნაოსნობასთან დაკავშირებულია ეს პრინციპში ეს. კი, რასაკურველია, კი, ეს კონვერტირებულია აბსოლუტურად, მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო რაზე. თუ თქვენ არ ხართ წინააღმდეგი, არის ძალიან ბევრი ხალხი იძახიან, რომ ჩვენ გვჭირდება სამუშაო კონტრაქტი, აი როგორ მივიღოთ სამუშაო კანადაში. აი ამას გვეკითხებიან ქართველები. Full time jobs გვაქვს საუბარი. Full time job-ი, აი როგორ მოვიდე კონტრაქტით, არ მინდა ემიგრაცია, მინდა ჩამოვიდე და ვიმუშაო. მესმის. აი ეს ძალიან საინტერესო თემა. ან არის ვიღაცა სააგენტო, რომელიც მიგზავნის მე მპირდება სამუშაოს ძიძის ან ამბრძელის და აი მეუბნებიან რომ აი უნდა შევავსო აპლიკაცია, უნდა გადავეთა $500 და მპირდებიან და გარანტიას მაძლევენ რომ მე გამომიძახებენ საელჩოში და იქ მივიღებ ვიზას. აი ესა ძალიან პოპულარული და აქ არის ძალიან ბევრი მანიპულაციები და ნაწილი ტყუილის, რითაც ძალიან ტყუვდებიან ხალხი. და ხალხს მაპატიეთ ამ სლენგზე აბოლებენ, ატყუებენ და სარგებლობენ იმითი, რომ ხალხი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას. აი, რაც შეეხება იმ ხალხს, ვისაც უნდა აქ მიიღოს სამუშაო კონტრაქტი, რა მინდა ვთქვა და ეს გაიგეთ ძალიან მკაფიოდ, ხო? თქვენი მესიჯი არის იმ ხალხისთვის, ვინც ეხლა საქართველოშია და უნდათ რომ საქართველოდან აი მინდა კონტრაქტით ჩამოვიდე, ხო? რომელიმე კომპანიამ რომ გამოუგზავნოს მოსაწვევი და LMAI-ზე საუბრობთ? LMAI-ზე საუბრობთ და საუბრობთ LMAI აქაც შეუძლიათ მიიღოთ და ჩვენ საუბრობთ იმაზე, ესე იგი, ვისაც უნდა აქ მუშაობა კონტრაქტით. არ უნდა კაც ჩაბარება. უნდა იმუშაოს, იშოვოს ფული და მე დაბრუნდეს თავის საყვარელ საქართველოში და იყიდოს 5 ბენა გააქირავოს და აღარაფერი დააკეთოს. აი ამაზე. გასაგებია. ესე იგი, პირველი რა მინდა ვთქვა, კანადა იცავს თავის სამუშაო ბაზარს. კომპანიას რომ მისცენ საშუალება დაპატიჟონ უცხოელი სპეციალისტი, კანონის მიხედვით, ეს სპეციალისტი უნდა იყოს უნიკალური სპეციალისტი. და კომპანიამ უნდა დაუმტკიცოს კანადის სახელმწიფოს, რომ აი ამ სპეციალისტს ეძებდნენ კანადაში, მაგრამ ვერ იპოვეს. აი, იმიტომ ჩამოყავთ საქართველოდან. აი, გესმით? დაართულია. ეს რთულია. შემდეგ კომპანიამ უნდა გადაიხადოს ამ ადამიანისთვის, ესე იგი, დაზღვევა, insurance. ესა ძალიან დიდი ფული. კომპანია უნდა იყოს გუშინ შექმნილი კი არა, ძალიან სოლიდური უნდა იყოს. აქ არის ჩატარება საჭირო ძალიან ფული სამუშაოს. აი შეიძლება მაგალითად აი არის ქართველი გახსნა რესტორანი. ქართული რესტორანი, მას სჭირდება სპეციალისტი, აი საქართველოს ქართული სამზარეულოს სპეციალისტი. რომელიც ესმის ეს ხაჭაპური, ეს ისპანახის ყველაფერი და კანადელს ვერ აუხსნის, ხო? და ეს უხსნის, რომ აი მე აი მაგალითია. ხო, პატშოფ, იმიტომ რომ აი ეს არის ადამიანი, რომელიც 30 წელი მუშაობდა მზარეულად და მე ზუსტად ესე მჭირდება. კანადაში ვერ ვიპოვით. ჩინელების შორის, კანადელების შორის, ესპანელების შორის არ არის. აი მე მჭირდება ზუსტად ეს. ეს არის სერიოზული პროცესი. ძალიან. იმ ესე იგი, ვინც აკეთებს დამსაქმებელმა კანონის მიხედვით უნდა დადოს განცხადება job site-ზე, რომ აი მე ვეძებდი ამ სპეციალისტს, არავინ არ მიპასუხა და ამიტომ მე მივმართავ აი ამ ადამიანს საქართველოში. კიდე რა არსებობს, ესე იგი,
ძალიან კარგად იციან კანადაში, რომ ხალხი არის უამრავი, ვისაც უნდა სხვადასხვა საბაბებით დატოვონ საქართველო. ხო? სამუშაოს ხაზით, როგორც ემიგრანტი, არ მოსწონთ ეს ოცნება და ეხლა რა ვქნა, ისეთი ოცნება შექმნეს, რომ ამ ოცნებისაგან ხალხი გარბის, გესმით? ეს ძალიან ამშვიდობ ბატონო გიორგი, მეც თუდად ვარ მაგათი, ძალიან მაგრამ ეს არ გვინდა. საინტერესო დასახელებაა, თან ისეთი ცინიკური, ჩვენ შევქმნით ოცე თქვენ დავოცულებო, ეს რა ოცნება, ისეთი საიდანაც გარბიან ხალხი, ხო? ეს რა შეიძლება პატარა ის შევიტანო თქვენ საუბარში. აი, სანამ შემდეგ თემას გადავალთ, აი ზუსტად მაგას მოწვევასთან დაკავშირებით. შეიძლება უბრალოდ გამოვჩათ. ისიც სათქმელია მაგ შემთხვევაში, რომ თუ კანადური კომპანია ან კანადაში დაარსებული ქართული რესტორანი, რომელიც უკვე 20 წელია მოღვაწეობს და ქართული მზარეული უნდა და კანადის ბაზარზე, შრომის ბაზარზე ვერ იპოვა, ტექნიკურად შესაძლებელია, მე ვიცი ეს, მეც ვიცი ეს პროცედურა. თქვენ ჩემზე კარგად იცი, მაგრამ აქ მეც ვიცი. შესაძლებელია მოწვევა გაუგზავნოს საქართველოში მცხოვრებ პროფესიონალ მზარეულს, მაგრამ თუ მე ეხა რაღაცა შეცდომით ვიტყვი, ბატონო გიორგი, შემისწორეთ. მე როგორც ვიცი, დახურული სამუშაო უფლება იქნება. იმ ადამიანს ამ კომპანიის გარდა სხვაგან არ ექნება მუშაობის უფლება. ხო, რამდენთაც ვიცი ეგრეა, მაგრამ აქ რა არის მთავარი? ყველაფერს წყვეტს ის კი არა, ვინც ესე იგი პატიჟებს ესეთ, ყველაფერს წყვეტს სელჩი. რა თქმა უნდა, მაგამდე მიდის, ფილტრი მანდ არის. აი, მანდ არის. ამიტომ მე რა მინდა ვთქვა, აი ის ხალხი, მე დავიწყე ლაპარაკი იმაზე, რომ კანადაში იციან, რომ აი საქართველოში, რუსეთში, აი სხვა ეგეთ ქვეყნებში იქ თავინთი ოცნება აქვთ, ხო? ხალხი გარბის სხვადასხვა ესე იგი საბაბის საფუძველზე, ხო? საბაბები აქვთ, ხო? ბავშვებს უნდათ პერსპექტივა მისცენ, ამოისუნ თქვენ, ორი კაპიკი იშოვონ და ესე. ის რასაკინს გასაკეთებთ, ჩვენ ვიწევთ, ჩვენ გაკმაყოფილებთ თქვენ სამუშაოთი, უნდა შეავსოთ აპლიკაცია, უნდა გვაჩვენოთ ეს დიპლომი, ის. და ესე იგი, წინასწარ ახდენებენ ამ ხალხს ფულს, ზოგს 500, ზოგს 1000, ზოგს არ ვიცი რა. და რაღაცა გარანტიებს აძლევენ. ესე იგი, არც ერთ ეგეთ სამუშაო კომპანიას არ შეუძლია არავითარი გარანტიები მოგცეთ. გარანტიებს კარგით, აი თქვენ შეავსეთ კითხვა, ესე იგი, ისმევა, აი რაში გიხდი ფულს. ისიც იმაში, რომ მე შევავსო შენი აპლიკაცია. აი ეს არის როგორც გერბალაიფი, გესმით? ამაში შეულობენ ფულს, მაგრამ იმებმა იციან წინასწარ, რომ დიდი ალბათობით ეს ადამიანი არ მიიღებს არავითარ ვიზას და ის 500, 1000, 2000, 3000 დოლარი დაეკარგება ამ ადამიანს. აი არ მოტყუβდეთ, აი ძალიან აი გაფრთხილებთ. იმიტომ რომ მე დამირეკეს რამოდენიმეჯერ და მომცეს ამ კომპანიების ტელეფონები ტორონტოში. მე აქედან ტორონტოში დაურეკე ამ ხალხს და დაუყე ისა რა ქვია კამათი და ხელათში ჩავმიკიდეს, იმიტომ რომ ჩემთან მე მაქვს საკმარისი არგუმენტები, რომ დაუდასტურო, რომ ეგენი არიან აფერისტები, გესმით? ხო, ამიტომ აი ამაზე არ მოტყუβდეთ. სამუშაოს მიღება საქართველოდან, კანადიდან სამუშაოს მიღება ადამიანისთვის საქართველოში არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ აქ არის ბეტონის კედელი, რომელიც გიშლით, ეს არის საელჩო. ამაზე ვილაპარაკე, ვიმეორებ საელჩოს წარმომადგენელს, ოფიცერს, აქვს ინფორმაცია, საქართველოს ყველა გარბის და სხვადასხვა საბაბებით რჩება კანადაში, რომ ესე იგი, აი ესე ცხოვრებას გაექცნენ, გესმით? სადაც პერსპექტივა არ არის სიგარები და ამაზე არ მინდა ბევრი ვილაპარაკო. გასაგებია, არა, ყველაფერი ამოწურავა. ამიტომ ესე იგი, თქვენ უნდა გესმოდეთ, რა დგას, რა მოტივები აქვს იმ ადამიანს, ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას. ეს არის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც დიდხანს მუშაობდა საიმიგრაციო სამინისტროში კანადაში და მე ძალიან ბევრს ვიცნობ, იმიტომ რომ მე მუშაობდი და თანამშრომლობდი ბევრთან. მაგითი დიდი ოცნებაა, რომ აი საელჩოში მოხვდნენ და დიპლომატების სტატუსი გქონდეთ. თურქეთი ეს არის შესანიშნავი ქვეყანა, სადაც არის თბილა, ზღვა, კაი ამინდები, რესტორნები და საელჩოს თანამშრომელს აქვს სტატუსი კანადის, ესე იგი, ოფიცერის, ხო, კანადის დიპლომატის და ის არ
არ გააკეთებს არაფერს ისეც, რაც ესე იგი დაემუქრება მის სტატუსს რა და თქმა უნდა, ის არ ლოგიკურია, დაარღვევს ნახელია. და ეს არ დაარღვევს არავითარ ინსტრუქციებს საქართველოს მოქალაქეებთან ესე იგი მიმართებაში მიმართებით და დაკავშირებით. არავითარი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც თქვენ გპატიჟებთ და რომელმაც მოგატყუათ და რომელსაც თქვენ უხდით უკვე წინასწარ გადაუხედეთ, არ დაგიბრუნებთ ინფოს. სიტყვის ეს ჩემი ბრალი არ არის, მე გავაკეთე ჩემი სამუშაო როგორც შემეძლო და თქვენ თუ არ გაიარეთ, თქვენ თვითონ არ იცოდით როგორ გაგევლოთ ეს გესმით. იმიტომ რომ გასაგებია. სამწუხაროდ კონსულტანტის ეს ეხება ადვოკატის მუშაობასაც, პარალეგალის მუშაობასაც, პარალეგალი ადვოკატი ღებულობს ფულს რეზულტატში არა პროცესში. ამიტომ თქვენ თუ მიდიხართ პარალეგალთან, თუ გეუბნებთ პარალეგალი, აი მე ვარ პარალეგალი, რომ მე 100% გარანტიას გაძლებ, რომ შენ მოგაგებინებ სასამართლოს ან ადვოკატი, უნდა გაექცეთ ეგეთ ადვოკატს და პარალეგალს. რა საფუძველი გაქვთ თქვენ აი მიმართოთ იმ აი თუ ამ ადვოკატს ან პარალეგალს აქვს კაი კრედიტული ისტორია, ან მოგებები აქვს ბევრი და რეპუტაცია აქვს პროფესიონალური კარგი, აქ არის შანსი, რომ თქვენც მოიგებთ, თქვენც მიიღებთ. თუ მას ესე იგი ძალიან ცუდი რეპუტაცია გაქვს, საერთოდ არ აქვს რეპუტაცია, ეს არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი და მე არ გირჩევთ ეგეთ კონსულტანტს, ეგეთ სპეციალისტს საერთოდ მიმართოთ. აი ანუ ეს არის, აი ეს მინდოდა და მეთქვა, თუ სწორედ გავიგე ხა, რომ ჩვენმა მაყურებელმაც რომ სწორედ უბრალოდ დადასტურება მინდა რაც ახლა თქვენ თქვით. დაუშვათ პირობითად ფორდი ავიღოთ. მე ვცხოვრობ ახლა საქართველოში პირობითად და ფორდმა გამომიგზავნა მოწვევა. ჯამში, ანუ ბოლო ფილტრი მაინც საელჩოში გადის, ხო? საელჩომ დამბლოკა, იქ ფორდი დამიძახებს, მერსედესი დამიძახებს თუ კანადის პრემიერ-მინისტრი დამიძახებს, მაგას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. აი მე გეტყვით ესეთ რაღაცას. მე როცა მუშაობდი ფორდში, პეტერბურგში, მომიწვია ტრენინგზე ბრიტანეთის ფორდის კომპანიამ. რადგანაც ეს იყო ბრიტანეთის ფორდის და ბრენდული კომპანია ცნობილი მთელ მსოფლიოში და მე კიდე ამასთან ერთად დავუმტკიცე რომ მე მუშაობ ფორდში, რომ მე არავითარი უარი არ მიმეღია იქიდან ბრიტანეთის პროგრამა კრიმინალ რეკორდები და ყველაფერი, ესე იგი, აქ არის ლოგიკა როგორც მოსამართლესთან. იმ ჩინოვნიკმა რომ გაიაროს აუდიტი თავისი გადაწყვეტილებების სხვა უმცროსთან, უნდა კონდეს მისი მხრები დაფარული დოკუმენტებით, რომ მან მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მას აქვს ინსტრუქცია, თუ ეს არის უცნობი კომპანია, თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ აქ არის უბრალოდ თაღლითობა. შეგიძლიათ არ მისცეთ. იმ კომპანიამ უნდა, ესე იგი, ძალიან სერიოზული დანამტკიცებელი დოკუმენტები წარმოადგინოს, რომ თქვენ მოგცენ ეს ვიზა. მაგრამ ყველაფერი არის ხელში, საელჩოს ხელშია, არა ფორდის და არავითარი კონსულტანტის. ისინი რო იძახიან და თქვენ უნდა მოგცეთო და თუ არ მოგცემთ ჩვენ ევროპის სასამართლოში წავალთ, ეს არის ყველაფერი ტყუილი. იქ ეს არის მათ აქვთ თავარი ძალა არის საკონსულოში. თავარი ძალა აქვს კანადის სახელმწიფოს ხელში. ისინი იძახიან ბოლოს სიტყვას. აი ესე ძალიან ნათელი იყო ახლა რა თქვით და აი ძალიან კაი. ქალბატონი გწერს სამედიცინო სფეროზე თუ შეგიძლიათ ცოტა რომ ვისაუბროთ. ვისაუბროთ. რა შეგვიძლია? ხო, სამედიცინო სფეროზე შემიძლია ესეთი მე მყავს კლიენტები, ექიმები, მაგრამ სამწუხაროდ ესე იგი ან საბედნიერო, რეალობა ისეთია, რომ ექიმის კონვერტაცია, ისევე როგორც იურისტის კონვერტაცია, კანადაში არის ძალიან ძნელი. მე მყავს კბილის ექიმები, მე მყავს ესე იგი სხვადასხვა სფეროში, ძირითადად რას ახერხებენ ეს ხალხი, თუ იციან ინგლისური, ექნის სტატუსის მიღებას. ექიმიც რო იყოს, ჩამოდის დაბლა ექთნის პოზიციაზე? კი, ეს არის დაუნშიფტინგი. კიდევ, ესე იგი, ჩაბარება ექნის პოზიციაზე უფრო ადვილია, ვიდრე ექიმის, იმიტომ რომ ექიმი რო გახდე, ეს არის ძალიან კონვერტაცია ძნელი, ძალიან უნდა ჩააბარო ურთულესი გამოცდება. ისევე როგორც იურისტისთვის სხვათა შორის. აი იურისტისთვის, საქართველოში ხარ იურისტი, აქ ვერ ხდები იურისტი ეგრე ადვილად. უნდა ჩააბარო სპეციალური გამოცდები. ლიცენზია აიღო და ასე შემდეგ. ლიცენზია აიღო და ასე შემდეგ. ბევრი იურისტები
ვერ ახერხებენ ამას და იქ ხდებიან ესე იგი აქ ხდებიან პარალეგალები, ხო, რომელიც ესეც იურისტია, ოღონდ ცოტა დაბალი დონის. კი. ესაა დამოკიდებული იმისაგან, რამდენად იცი ინგლისური, რამდენად აკადემიურად ნიჭიერი ხარ. ადამიანისთვის თუ არ არის ძალიან ნიჭიერი და 40 წლის შემდეგ ძალიან ნიჭიერი უნდა იყოს, რომ ესე იგი აი ერთ სკამიდან ეგეთივე სოციალურ სკამზე გადაჯდეს საქმე. ამიტომ რას ურჩევა? ექიმები ჭირდებათ, მაგრამ კანადა იცავს თავიანთი ექიმების ბაზარს და არის ძალიან რთული გამოცდები, რამდენადაც ვიცი, თვითონ აქაური ექიმები ამ გამოცდებს ვერ აბარებენ, მაგრამ აი მე ვარ თარჯიმანი, ხო? ამისთვის სულ ერთია რა დავამთავრე და რას ვსწავლობდი. გინდა არ გინდა, უნდა რომ ლიცენზია მიიღო და უფლება ჰქონდეს სასამართლოზე გადათარგმნო, უნდა ჩააბარო გამოცდები. 4 გამოცდა, ურთულესი გამოცდა არის ჩასაბარებელი პროკურატურაში. აი, აქამდე ჩვენ აი რამოდენიმე ადამიანია თუ 3, ხო? შეიძლება უფრო მეტი, ვინც მოახერხა ამ გამოცდების ჩაბარება. თუ შენ არ აბარებ და შესაბამისად არ აქვს ლიცენზია, შენ არ დაგიშვებენ სასამართლოსთან. თუ შენ ექიმი ხარ, ქირურგი ხარ და არ ჩააბარე გამოცდები, ოპერაციებიდან არავინ არ დაგიშვებს აბსოლუტურად. იმიტომ რომ ეს არის ძალიან ისეთი ურთულესი სფერო. აი ხა კიდე არის ესეთი შეკითხვა, ნახეთ, ანუ რა არის საჭირო რომ წარმატებული კარიერა ააწყო კანადაში? აი ეს ერთ-ერთმა ფოლოვერმა დაგვისვა. ცოტა ზოგადი შეკითხვაა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა. ეს საინტერესო შეკითხვაა, მოკლე პასუხი სამწუხაროდ არ არსებობს. არსებობს ესეთი პასუხი. უნდა გქონდეთ ძალიან ადეკვატური წარმოდგენა, სად ჩამოდიხართ და თქვენი წარმატებული კარიერა კანადაში, ისე როგორც წარმატებული ცხოვრება, არის რეზულტატი, შედეგი ბრძნული გადაწყვეტილებების. ეს არის რეზულტატი იმისი, როგორი ხარისხის ხალხთან დაიჭერთ საქმეს, ვის მოусმენთ. იმიტომ რომ აქ არსებობს ეს ნაციონალური ქართული სპორტი, ტვინის არევა ერთმანეთს ურევენ ქართველები ტვინს. არასწორ ინფორმაციას, ხანდახან სპეციალურად, ხანდახან არასპეციალურად და არასწორ გზებს ეუბნებიან, არასწორ ხალხს ურჩევენ და აი როცა ადამიანი სისულელებს აკეთებს და არასწორ გადაწყვეტილებებს, მე ძალიან ძნელია მას დაეხმარა. ესე იგი, ბედნიერი წარმატებული ცხოვრება კანადაში არის რეზულტატი ბრძნული გადაწყვეტილების. თქვენ აი სანამ შეძურებით სადმე, უნდა იცოდეთ როგორ უნდა იქიდან გამოძურეთ. აი ძალიან კარგად უნდა შეისწავლოთ, ვინც რაღაც არ უნდა გირჩიოთ, მე ვიქნები თუ ბირჟაზე გირჩევენ თუ ვიღაცა გირჩევთ. ესე იგი, ეს იქნება თქვენი გადაწყვეტილება, იმ თქვენ მოიმკით იმ შედეგებს, რომელიც მოყვება ამ თქვენ გადაწყვეტილებებს. აი რაც შეეხება კარიერას, ხო? მე ვფიქრობ, რომ აი მე ავაწყე ძალიან კარგი კარიერა. მე ჩამოვიდი 37 წლის. მე ვმუშაობდი ცნობილ კანადურ კომპანიებში, სადღაც ვიყავი მენეჯერი, სადღაც უმცროსი სპეციალისტი და ესაც ცნობილი ბრენდული კომპანიებია. რატომ მოვეწყე იქ? იმიტომ რომ მე ვსწავლობდი როგორ უნდა, ესე იგი, ინტერვიუზე რა უნდა მეთქვა, რა არ უნდა მეთქვა. როგორ უნდა, ესე იგი, დამეწერა რეზიუმე და ეს არის ცალკე კონსულტაციის საგანი, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ ესეთი რაღაცა, რომ თქვენ უნდა გესმოდეთ, აი რაღაცის მიღება რო გინდათ, თქვენ უნდა გესმოდეთ მოტივები იმ ადამიანის, ვისაც თქვენ ხვდებით. აი ესეთი მაგალითი, აი მე უკვე ვთქვი. მე ვარ პარალეგალი, მე ვიყვან კლიენტს. მე მაქვს უფლება ავიყვანო ბევრი კლიენტები, მაგრამ მე ბევრს არ ვიყვან, იმიტომ რომ მე თუ ბევრს ავიყვან, ხარისხიანად ვერ მოვემსახურები ამ ხალხს. ფული აქ უკვე არ მკლავს პირველ თავარი არ არის. თავარი არის ხარისხი, რომ შევინარჩუნო სწორი ხარისხი. მე არასოდეს არ ავიყვან ადამიანს, ვინც ნერვებს მიშლის, ვინც არადეკვატურია და ვინც ჩემთვის არ არის სიმპათიური. ვინც არ ეთანხმება ჩემ წარმოდგენას, რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის პატივისცემა, რა არ არის პატივისცემა. მე ამას ვერ აუხსნა და მე შემიძლია ვასწავლო ინგლისური, მე შემიძლია ბევრი რაღაცები ვასწავლო, მაგრამ თუ დაპროგრამირებულია ადამიანი ბავშვობიდან თავისი მშობლების მიერ და გენეტიკის მიერ, ესე მე ამას ვერ შევასწავლო და მე არ დავხარჯავ ჩემ დროს, ჩემი დრო ეს არის ჩემი ცხოვრება, ხო?
რომელიც ყველა არავინ რასაკვირველია, ეს არავინ არ დამიბრუნებს ამას, ხო? მე არ მინდა დავხარდო ჩემი დრო და ჩემი ნერვები ადამიანზე, ვინც მე ამას არ დამიფასებს ყვილა. აი როგორი ფულიც არ უნდა, ეს არ მიღირს აბსოლუტურად. ეგრე არის ზუსტად დამსაქმებელიც. თქვენ უნდა იცოდეთ რა უნდა დამსაქმებელს. თქვენ უნდა შეისწავლოთ თქვენი როლი, რა უნდა ილაპარაკოთ. ხალხი სამწუხაროდ ისეა მოწყობილი, რომ ხალხი ძალიან თქვენ უნდა იმუშაოთ იმაზე, როგორი შთაბეჭდილება წარმოადგენთ ადამიანზე. შთაბეჭდილებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თქვენ ის, რასაც თქვენ წარმოადგენთ, გესმით. იგივე არის სწორი სასამართლოზე. აიყურეთ, იყო ესეთი რეჟისორი სტანისლავსკი, ხო? და ის იძახდა ესეთ რაღაც, აი როლზე მუშაობაო და მე ხა აგიხსნით რაზე ვლაპარაკობ. ეს არის როგორც აისბერგიო. აისბერგი რა არის? ეს არის ესეთი ყინულის ქვა, რომლის პატარა ნაწილი, ესე იგი, წყლის მაღლა ჩანს და დიდი ნაწილი, რომელიც ის დაბლა არის, ეს არ აჩანს აბსოლუტურად, მაგრამ ამ პატარა წვეთს ან ნაწილს აძლევს ძალას ის დიდი ნაწილი, რომელიც არის წყლის ქვეშ. აი თქვენ პერსონაჟზე, თქვენ ხართ სასამართლოზე, უნდა იცოდეთ იმდენი, რომ აი ამ პატარა ნაწილს, რომელიც წყლის მაღლა არის, მისცეს ძალა, გესმით? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა, ენერგეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა, გესმით? მე შემიძლია ერთი რაღაცა ვთქვა, ამას არ ექნება ძალა. აი კანონიერ ქურდ შეუძლია თქვა სიტყვა, იგივე სიტყვები, აი მას ექნება ძალა, იმიტომ რომ იმ სიტყვის უკან დგას ძალა. ჩემ სიტყვის არ არის ძალა, ჩემს უკან დგას ჩემი რეპუტაცია პარალიგალის. რა უნდა აი ვპასუხობ ამ ადამიანს, ხო? არის ეს ადამიანი კარიერა. აი თქვენ რო მიდიხართ ინტერვიუზე მაგალითად, უნდა შეისწავლოთ რა არის ეს კომპანია, რას აკეთებს, ვინ არის ადამიანი, LinkedIn-ზე შეხვიდეთ, რა ბიოგრაფია ქონდა, მე ერთხელ მოვეწყე სამუშაოზე, იმიტომ რომ მე შევისწავლე, მე ვიცოდი ვინ ჩაატარებს ინტერვიუს და მე ვიცოდი სად მუშაობდა ეს კომპანია, მეც იმ კომპანიებში მუშაობდი და რო დავიწყე ზუსტად იმაზე ლაპარაკი, აი ეს იყო გადამწყვეტი, გესმით? რომ მე მომცა პოზიტიური გადაწყვეტილება. ესე იგი, თქვენ უნდა მოეწონოთ იმ ადამიანს, ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას. თქვენ უნდა გესმოდეთ, რა უნდა იმას, რა უნდა. აი ეს ჩინელებს ესმით ძალიან კარგად. ერთისიტყვით მომზადებულები უნდა ვიყოთ. მომზადებულები უნდა იცოდეთ და ერთი სიტყვით უნდა გესმოდეთ მოტივები, რადგან მისი გადაწყვეტილების უკან აიყვანოს ეს ადამიანი სამუშაოზე. მას უნდა რომ იყოს დამჯერი, ლოიალური, ბევრი არ გადაუხადოს, ბევრი არ ილაპარაკოს, არ იბლატაოს მაპალიტად, არ ეკამათოს და შეასრულოს სამუშაო. ის რომ ემიგრანტი ეს კარგია, იმიტომ რომ ემიგრანტები არ არიან დაცულები, არც თავიანთი კავშირებით, არც ფულით, ამიტომ ემიგრანტის მანიპულირება არის ძალიან ადვილი. და ესე იგი ის ადამიანი რომ წყარად არის კანადაში ის უპასუხებს ის არ დაემორჩილება გესმით ამიტომ აი ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ თქვენ თუ გაიგებთ რა მოტივები არის დამსაქმებლის უკან თქვენ ეს მოგცემთ ესე იგი რეკომენდაციას აი როგორ უნდა მოიქცეთ და როგორ უნდა აწყოთ მოშორებად და უნდა იყოს თქვენი საქმის სპეციალისტი დიახ ნახევარ საათში მეც კონსულტაცია მეწყება ახლა და ერთი შეკითხვა კიდე ესეც საინტერესო დღეს ქალბატონები აქტიურობენ ძალიან ბევრი ქალბატონი შესანიშნავია რომელი საზოგადოების სამუშაო ფენა უფრო წარმატებულია კანადაში საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა აი რას ფიქრობთ ალბათ თქვენ ფიქრობ რომ ის სამუშაო ფენა რომელიც არის პროფესიონალები თავიანთ საქმეში. აი ყველა საქმეს ყავს თავის ჩემპიონები და თავის მასწავლებლები. აი თუ შენ ხარ წარმატებული, ეს ახალ რაღაცას აღიძაბ. ნუ ყველაზე დიდ ხელფას ღებულობენ იურისტები, ადვოკატები, ექიმები. იმიტომ რომ ამითი შრომა ძალიან ფასდება. შრომა ფასდება სახელმწიფო ტოპ მენეჯერების. აი მე მუშაობდი სახელმწიფო სტრუქტურებში. მაგრამ იქ არის ძალიან სტრესული სამუშაო. ვისაც უყვარს თავისუფლება, ვისაც არ უყვარს ინტრიგები, манипуляციები და აი ვინც მაგისთვის ძალიან ძნელია იქ, მაგრამ ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მივიღე ძალიან ბევრი გამოცდილება, რომელიც მეხმარება აი ჩინოვნიკებთან მუშაობაში ახლა. აი ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ მე მესმის როგორ მუშაობს კანადის ჩინოვნიკის მენტალიტეტი, ხო?
აი ჩემი პირადი შეკითხვა იყო კი თქვენთან ბატონო, ახლა დიახ, შემდეგი შემიკითხე. სახელმწიფოზე აი საქართველოში მაგალითად ესია მე თქვენ ახლა დიდი ხანი დიახ, აქ დიახ, მე დიახ. სულ რაღაც 3 წელიწად ნახევარია რაც წამოვედი აა პრესტიჟული არის შენი ბიზნესი რო გაქვს და თითქმის ყველას თავისი მცირე ბიზნესი აქვს რა ვიღაცას ეს ქონიათ ვიღაცას გააჩნია როგორი ბიზნესი გაქვს და როგორი პროფესიონალი. აი მე აი ვარ self-employed. კანადაზე მინდა შეგეკითხოთ ბატონო. government-ზე ჯობია მუშაობა თუ უბრალოდ რაღაც კომპანიაზე ეს არის ძალიან ინდივიდუალური. მე ვფიქრობ, რომ არ ჯობია მუშაობა government-ზე. იმიტომ რომ ესა ძალიან დიდი სტრესი, ძალიან დიდი ნერვიულობა. government-ში იკრიფებიან სპეციალური მენტალიტეტის მატარებელი ხალხი. ესენი არიან ძალიან შიშარა, ძალიან ჩამშვები ხალხი და იქ არის ერთმანეთს ესე იგი უშვებენ და როგორ თქვა. Ну, მოკლედ, ინფორმატორები არიან, ასე ვთქვათ, ხო? აი, ცუდი სიტყვები არ ვთქვა. გავიგე ხო, აი ვინ არიან ესენი? ხო, იქ ძალიან ძნელია, იქ აქვს ძალიან კაი ბენეფიტები, მაგრამ იქ არის ძალიან დიდი დაძაბულობა, იმიტომ რომ მე მუშაობდი ტორონტოს მერიაში, ეს მე ვიცი, ჩემ გამოცდილებიდან. აი, ჩემთვის კომფორტულია მუშაობა როგორც თვითდამსაქმებელი, იმიტომ რომ ჩემგან არის დამოკიდებული. კარგად ვიმუშაებ, იქნებიან კლიენტები, ცუდად ვიმუშაებ, არ იქნებიან კლიენტები. მე აღარ ვფიქრობ იმაზე, აი მიტინგებზე რო ვიარო, მივიღო მონაწილეობა მიტინგებში, მე ვფიქრო იმან რა თქვა, ამან რა თქვა, როგორ დავიცვა, ამაზე მიდის ძალიან ბევრი ენერგია. ამაზე მე არ ვმუშაობ. მე ვცდილობ ვიმუშაო ჩემს ბრენდზე, ჩემს ხარისხზე. იმიტომ რომ აი ძალიან უბრალო, რაც უფრო ხარისხიანად მომსახურები ადამიანს, მით უფრო ეს დამიბრუნდება და დამიფასდება. მე მიფასდება აბსოლუტურად. ნუ ყოველთვის არა, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ხალხი მაფასებს. აბსოლუტურად არის სხვადასხვანაირი ხალხი და რაზეც აი მიტომაც მე ხა ვარჩევ სელექციას ვაკეთებ კლიენტების, რომ წინასწარ მივხვდე ინტუიციამ მითხრას, აი გამოვა ამასთან რამე თუ არ გამოვა, დამიფასდება არ დამო. არიან ძალიან უმადური ხალხი, აი უბრალოდ ვირი ხალხი აბსოლუტურად, ხო? ხო, ამიტომ მე ძალიან ვნანობ, რომ ამ ხალხთან მქონდა აი რაღაცა ურთიერთობა, მაგრამ ნუ ეს ყველაფერი მოდის გამოცდილებასთან ერთად. და government-ში ფული ამოხდა, მაგრამ არის ხალხი, ვისთვის ადვილია, აი მაგისთვის ადვილია იმ სტრუქტურებში მუშაობა და ეს პრესტიჟულია ძალიან. ბატონო გიორგი ეხლა ჩვენი ეთერი ასე თქვათ ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება მეც თქვენც ეხლა ბევრი საქმე გექნებათ მეც ჩემი კონსულტაციები მაქვს დასკვნით იმაზე რომ გადავიდეთ აი რა არჩევას მისცემდით დღევანდელ თემაზე დაკავშირებით რას უნდა მიაქციონ ორი აი შეჯამება რო გავაკეთოთ ჩვენი შემაჯამებელი იქნება ესეთი ვიტყვი როგორც იძახენ ნადო in the bullet from პუნქტებით. პირველი მე ვთვლი რომ ეს არის ძალიან კარგი ქვეყანა, ძალიან მაგარი ქვეყანა და აქ ჩამოსვლა ღირს. სუპერ. ვისთვის ღირს? შრომელი ხალხისთვის, აქ ფასდება შრომა, აქ ფასდება სწავლა, აქ ფასდება ჭუა და აქ არის ესეთი ბუნებრივი დარვინის თეორია. დარვინის თეორია ესა კონკურენცია, როგორც სპორტში, ხო? აი როგორც ისე კი არა, აი ბიზნეს სახელმწიფოში, სადაც აი ყველაზე გაიძვერა ხდება პრემიერ-მინისტრი, ყველა ის ვინც ლოკავს, ის ხდება მის ვიცე-პრემიერ-მინისტრი და აი ესეთი რაღაცა. იქაც სელექცია, ოღონდ იქაა ნეგატიური. აქ არის პოზიტიური სელექცია. ეს არ არის იდეალური ქვეყანა. ეს არ არის, აქ არის თავისი ნიუანსები, მაგრამ მე ვთვლი, რომ აქ ღირს ჩამოსვლა, აქ კაი პერსპექტივა აქვს ბავშვებს, რაც უფრო ახალგაზრდა ჩამოდის ადამიანი, მე ჩამოვედი 37 წლის, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ აქ და მე ვეკუთვნი ეს, მე ვთქვი და მე ესე იგი ვიმეორებ, მე ვეკუთვნი ესე უმცირესობას, ბედნიერი იმიგრანტების უმცირესობას, რომლებიც არიან რეალიზებული. და ეს პრობლემა სამუშაო სინამდვილეში ყველაზე მთავარი პრობლემა ემიგრანტის. როგორ შეძლებს რეალიზებას? თუ ვერ შეძლებს რეალიზებას, ის ყოველდღე გაიგუძებს 5 ხასიათზე, უკვე კვირას გაუფუჭდება ხასიათი, იმიტომ რომ შაბათს უნდა წავიდეს და თავისი უმცროსი ნახოს და აი ჩაშხამული ექნება ესეთ ადამიანის ცხოვრება. ესე იგი მე ვფიქრობ, რომ სანამ აქ წამოხვალთ, ძალიან გქონთ, ესე იგი ძალიან ბევრი დრო დახარჯეთ იმაზე, სად მოდიხართ და დააწყეთ ძალიან დეტალურად გეგმა, გქონდეთ რამოდენიმე ვარიანტი, რას აკეთებთ, რას არ აკეთებთ, დაუკავშირდეთ ხალხს
ვინც კომპეტენტურები არიან, ვინც უფრო მეტი ამაში ესმის, ვიდრე სხვებს გესმით. ხო, ამიტომ აი ეს ინვესტიცია დროში ძალიან მომგებიანია. ეს მოიტანს შედეგს. აი არ წახვიდეთ იქ, საიდანაც შეხვიდეთ, საიდანაც არ იცით როგორ გამოხვიდეთ, გესმით. ხო და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, უბრალოდ დახარჯეთ უფრო მეტი კვლევაზე, იმიტომ რომ მე როგორც თქვი და ვიმეორებ, მაპატიეთ, პრობლემა ემიგრანტების არის იმაში, რომ აი საიდან მორბიან მათ მაიციან, სად მირბიან, აზრზე არ არიან, ან ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ, იმიტომ რომ ესენი სარგებლობენ Facebook-ზე შედიან, Facebook-ი ეს არის Photoshop-ი. Facebook ესა მონტაჟი, გესმით, ესა ფილმი, ძალიან ლამაზი. ეს არის როგორც აი გიორგი ჯაჯანიძის, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელიც მე დავპატიჟე, აი გადაცემა. ეს არის ძალიან ლამაზი გადაცემა. იქაა სიმართლე, მაგრამ იქ არ არის ნათქვამი ყველა სიმართლე. იქ არის ძალიან ლამაზი სურათი. სურათი ცხოვრებაში არის სხვანაირი, რეალიზმი სხვანაირი. ამიტომ თქვენ არ უნდა ესე იგი აურიოთ რეალობა და Facebook-ი აი რეალურ სურათთან სადაც ჩამოდიან. ნახეთ, აი ესეთ ერთება. კი, ხო, მაქვს ცოტა დრო კიდე შეკითხვები წამოვიდა. იმდმე წამე რომ გავხდე და შენი საქმიანობა გქონდეს, შენი ბიზნესი აკეთო, რა საბუთებია საჭირო. ეს არის ძალიან ამაზე არ მინდა დავხარჯო დრო. ინდივიდუალურია და გააჩნია ესეც რა. ეს ძალიან ადვილია. აი მოკლე პასუხია, ესა ძალიან ადვილი და აქ რო ჩამოხვალთ, თუ ჩამოხვალთ, ბუღალტერი გეტყვით ეს საჭირო და გაგიკეთებთ ამ საბუთებს. არ არის, მეც ვიცი რომ არ არის სირთულეებთან დაკავშირებული. სირთულეებთან არის დაკავშირებული შემდგომი პროცესები, თუ საცხობი გაქვს და კვების ობიექტთან გაქვს რაღაცების შეხება, მე როგორც ვიცი, იქ ლიცენზიები ეს საჭირო და მე შეთანხმებები გააჩნია ბიუროკრატია. ბიზნესის დარეგისტრირება ერთი სიტყვით არ არის ძნელი. შემდგომ პროცესები არის ცოტა რთული და გრძელი. კიდე ერთი რაღაცა მინდა ხაზი გაუსვა. საქართველოში შედარებით ყველა სფეროს ვეხები, მართვის მოწმობის აღება, ბინის ყიდვა, გაყიდვა, ვაფშე ყველაფრის შედარებით უფრო ადვილია ვიდრე აქ. აქ ცოტა იწელება დროში ყველაფერი. აქ კი რაღაცა health card-აც რო აიღო, უნდა რიგში ჩადგე. ცოტა ნელა კეთდება აქ, ანუ მაგისთვისაც გაემზადეთ, ვინც აპირებთ ჩამოსვლას. ცოტა ბიუროკრატია დაგხვდებათ. საქართველოში ნახდათ არ არის და ჩვენმა წინა ხელისუფლება მაგაზე იზრუნა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დამსახურება და მე მინდა ტაფიოდ განვაცხადო, თუმცა ეს არ ეხება, მე ვარ მისი მხარდაჭერი და მე ამას არ უმალავ ჩემ პოზიციას და განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, აი ამ არარაუბების ფონზე ეს არის ძალიან დიდი პიროვნება. თავისი შეცდომებით, თავისი დარღვევებით, არ იყო იდეალური, ვინ არის იდეალური, მაგრამ გააკეთა დიდი საქმე და ეს არის მისი დამსახურება, რომ აი ესეთი სისტემა ააწყო, რომელსაც აი ესენიც კი ვერ ანგრევენ. მიშაზმა ჩემი მეგობარია სხვათა შორის გიორგი. მომილოცავს გიორგი კაიბიჭია. არ არის მეგობარი ჩემი სააკაშვილი, ერთხელ ვარ შეხვედრილი სული, მაგრამ ვიზით ხუთი თვე რომ ჩამოვიდე, რას ვიმუშავებ დავით საწყისად. აქ მე ვიცი პასუხი. ვერაფერს ვერ იმუშავებთ, ტურისტის ვიზით, მე როგორც ვიცი, შეგიძლიათ ჩამოხვიდე და მარტო ფული ხარჯო და ათვალიეროთ. შეიძლება რავი შავად სადმე ლევად, არ ვიცი. შავად კი შეძლებს მუშაობას და არ ვფიქრობ, რომ მას დაიჭერენ ან აღმოიჩენა ვიღაცა დევნას დაიწყებს. კი ბატონო, ეს იოსები სვავდა ამ შეკითხვას, როგორც ჩანს მე როგორც მივხვდი, ამ კაცს უნდა ჯერ ნახვა აქ რა ხდება ზოგადად და პირდაპირ აეროპორტში ჩაბარება არ უნდა და ალბათ 5 თვე რაღაც განკუთვნილი იმისთვის რომ რაღაცები აკეთოს, მაგრამ ნუ ეს არ იქნება ლეგალური შემოსავალი კიდე ერთხელ, ანუ ტურისტული ვიზით შემოსვლა და აქ დამუშავება არალეგალურია. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ ბატონო გიორგი. სასიამოვნო არის თქვენთან ყოველთვის. თქვენი ემოციებიც თავისას შვება ამ პირდაპირ ეთერში და ნუ მე ადამიანი ვარ კიდე. რა თქმა უნდა, მე ჩვენც ადამიანები ვართ და აგერ ხალხი მადლობას გიხდით. მადლობა ყველას, ვინც გიყურებდა, კითხვას ვავდა. ჩვენგან ბოდიში თუ რაღაცა ცოტას ავღელდებით ხოლმე, თუ შეიძლება რაღაც შეკითხვები გამომჩეს ხოლმე, იმიტომ რომ
ბატონი გიორგი ძალიან საინტერესოდ საუბრობს და ადამიანს არ უნდა შეაწყვეტინო აზრი, სანამ აი ვცდილობ ხოლმე რომ აზრი დაამთავრდეს ხოლმე და შემდგომ დავსა შეკითხვები, მაგრამ მე სხვა კითხვებიც არის და მოკლედ ყველას ბოდიში გიხდით თუ რომელიმე შეკითხვაზე ვერ გიპასუხეთ. მადლობა და რა ბატონ გიორგი რამეს ყო დამატებდით? არა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმედი მაქვს, რომ კიდე ორ კვირაში კიდე შევხვდებით. კი, აუცილებლად კი თემას მოვიფიქრეთ საინტერესოს, იმიტომ რომ ემიგრაციაც საინტერესოა და სამსახურიც საინტერესოა და აუცილებლად იმას ვიზავთ, რა ქვია, წინასწარ გაგაგებინებთ რა თემები იქნება შემდგომში. იურიდიულ კონსულტაციებზე წეღან სხვათა შორის რამოდენიმე შეკითხვა არ წავიკითხე, იმიტომ რომ ჩვენ დღევანდელ ეთერს არ ეხებოდა. იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით მე არ მაქვს კომპეტენცია და მე ვერ გიპასუხებთ. მე მაქვს კონსულტაციები ჩემი, მაგრამ სხვა თემასთან დაკავშირებით მე ჩემ კონსულტაციებში მე ვაზიარებ აქაურ გამოცდილებას. გასწავლით პირველი ნაბიჯების გადადგმას, როგორ, ანაირად და ასე შემდეგ. იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით თქვენ დროსაც დაზოგავთ და ჩემ დროსაც დაზოგავთ, თუ მე არ დამისვავ. შემიძლია დაგეხმაროთ და ბატონ გიორგისთან ჩაგწეროთ, შემეხმიანეთ, გავიაროთ ერთად თემა, რა როგორ, ანაირად და მეც ახლა ხვდები რა არის იურიდიული, რა არ არის იურიდიული და ბატონ გიორგისთან, ასე ვთქვათ, ბლატებით მოგახვედროთ რა. მოკლედ დროებით ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყველას წარმატებას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ, შევხვდებით უახლოეს პერიოდში. ბატონო გიორგი, მადლობა რომ ჩვენთან ხართ. აბა კარგად. კარგად, მადლობა. გაიხარეთ.